ვინც არის ის მათთვის ვიტყვი, რომ არის ასეთი კაცი ხრისტო გროზევი, ბულგარელი კაცია, ჟურნალისტი, მედია ექსპერტი, გამომძიებელი ჟურნალისტი. ფრიად გონიერი კაცია, ჭკვიანი. ის ფლობს ისეთ ინფორმაციებს, როგორ ინფორმაციასაც ბევრი არ ფლობს. და საკმაოდ პოპულარულია საკუთარ მოსაზრებებს და პოზიციებს უზიარებს ხოლმე ფართო და ფართო აუდიტორიას. ერთ-ერთ უკრაინულ მედია საშუალებას მან 2 დღის წინ 24-ში მისცა ინტერვიუ. ჩაერთო ვიდეო კონტენტია და ხრისტო გროზევმა ილაპარაკა იმაზე, რომ კრემლში არის პანიკა. რუსეთის პოლიტიკური ელიტა, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა ხვდება, რომ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია რუსეთმა უკრაინის ომში და ძალიან მცირედით თუ წაიწია წინ ამ 4 წლის განმავლობაში. ამავდროულად სამხედრო პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები სრულ სიმართლეს ვერ ეუბნებიან პრეზიდენტ პუტინს და მას ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებენ. არათუ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებენ, არამედ ხრისტო გროზევი ამბობს ამგვარ რამეს, რომ ტყუილებით ბერავენ ამ დიქტატორ კაცს და უქმნიან შთაბეჭდილებას, უქმნიან წარმოდგენას, რომ რუსეთი მართლაც მიიწევს წინ. თუმცა ფრონტის ხაზზე 2000 კილომეტრზეა დაახლოებით გადაჭიმული ეს ომი, ეს ფრონტი. არსებულ მდგომარეობას კი, რეალურ მდგომარეობას კი უმალავენ, ულამაზებენ. აქედან გამომდინარე დამატებით პუტინი ითხოვს და სულ ითხოვდა და აწიც მოითხოვს, მომავალშიც მოითხოვს, რომ რუსეთმა მალე აიღოს რომელიმე ერთი ქალაქი, რომელიმე ერთი სოფელი. იმას აღარ ეუბნებიან, რომ დროშას რო აღმართავს, ეს უკვე ჩემი დამატებაა და ხრისტო ამაზე რამდენადაც მახსოვს არ ამახვილებს ყურადღებას, დროშას რო აღმართავს რომელიმე რუსული შენაერთი, რომელიმე პატარა სოფლის თავზე, იმ დროშას უხეშად მეორე დღეს ჩამოაგდებენ ხოლმე უკრაინელები და იბრუნებენ იმ რუსების მიერ მანამდე ერთი დღით აღებულ სოფელს თუ რაღაც დასახლებულ პუნქტს. მაგრამ ამავდროულად ოლიგარქები, ხრისტოს თქმით, რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ელიტა ხვდება იმასაც, რომ ნამეტანი ძვირი უჯდებათ მათაც პერსონალურად, არა მხოლოდ რუსეთს როგორც სახელმწიფოს, არამედ მათაც პერსონალურად ნამეტანი ძვირი უჯდებათ ეს ხაწელკები, სურვილუკები რუსეთის უფრო გაფართოების და საბჭოთა კავშირის ერთგვარი ფორმით აღდგენის თაობაზე პუტინისა. სხვა თუ არაფერი ყირიმის კამპანიის 2014 წელს ყირიმის კამპანიის შემდეგ ისინი დასანქცირდნენ, მაგრამ გაცილებით სერიოზულად და მეტად დასანქცირდნენ ისინი 2022 წლიდან და ეს დასანქცირება მათი ოლიგარქებისა პირველ ყოვლისა მიმდინარეობს დღესაც. ამიტომ კი ვერ უბედავენ ვერაფერს. მაგრამ ხრისტო გროზევი ამბობს, რომ კრემლში და მოსკოვში ზოგადად და უფრო ზოგადად რუსეთში უკმაყოფილება გადაწყვეტილების გარკვეულ დონეზე მიმღებ პირთა შორის უკმაყოფილება პუტინის ამ ავარული საქციელის, ამ იმპერიალიზმის გამო იზრდება და ხრისტო არ გამორიცხავს, რომ პუტინს მოუწყობენ გადატრიალებას. ასაკვირველია, პუტინმაც იცისო ეს ყველაფერი, ისიც ემზადებაო, ისიც იღებს გარკვეულ ზომებსო, ამბობს ხრისტო, მაგრამ იმდენად სერიოზულია უკმაყოფილება ცალკეული ოლიგარქებისა და გადაწყვეტილების მიღები პირებისა კრემლში, მოსკოვში, კრემლში, კონკრეტულად FSB-ში, რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით სწორედ ეს პუტინის ოპონენტი ძალა გაიმარჯვებს, იძალებს და გაიმარჯვებს და პუტინს ან მოკლავენ, კვლავ ვიმეორებ, ხრისტოს მეყრდობი, გროზევს, ან დააპატიმრებენ. მეცაც გეტყვით, უფრო იხრება ხრისტო იმისაკენ, რომ პუტინი განადგურებული, მოკლული იქნება. ისტორიის მაგალითებსაც იშველიებს, ცალკეული გასუდარებისა, რომლებიც წარსულში
ლამეტანი დიდ ამოცანებს ისახავდნენ მიზნად და არ გამოსდიოდათ და შიდა გადატრიალებები ხდებოდა რუსეთის იმპერიაში. ამავდროულად ქრისტოს თქმით, ამ ოლიგარქებს სჭირდებათ დასავლეთიდან მხარდაჭერა და გარანტია, რომ დასავლეთი მათ დესანქცირებას მოახდენს იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაბიჯზე, ამ ძალიან რთულად გადასადგმელ ნაბიჯზე ვიყოთ ქულახtildeები, ისინი მაინც გაბედავენ და წავლენ. ამგვარი გარანტიები დასავლეთისაგან ჯერჯერობით არ არის, ეს ჩემი პოზიცია, მაგრამ დასავლეთის ზოგადად დასავლეთის სპეცსამსახურები რომ განიხილავენ სამხედრო პოლიტიკური ელიტისათვის და ოლიგარქებისათვის სანქციების მოხსნას, ეს ჩემი მოსაზრებით სწორი პოზიცია, განიხილავენ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა პუტინი როგორც ასეთი აღარ იარსებებს. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პუტინის შემცვლელი იქნება ისეთივე იმპერიალისტი, როგორიც არის თავად დღევანდელი ლიდერი შლეგი ვლადიმირ პუტინი, ლაძეც მირამ ეგრა მაგის პასუხია და არა ვლადიმერ, როგორც ხშირად ქართული მედიის წარმომადგენლები მოიხსენიებენ ხოლმე მას. ეს მოსაზრება ადეკვატურია, მაგრამ მე დავამატებდი ასე, მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას ნაწილობრივ მაინც, მაგრამ მე დავამატებდი ასე, გააჩნია პირობებს, შეთავაზებებს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, დასავლეთის მხრიდან და გააჩნია რა ფორმით და როგორ იქნება მოცილებული პუტინი, რა მდგომარეობა, რა ვითარება იქნება შექმნილი იმ ხანად, როცა ეს მომენტი დადგება რუსეთის ფედერაციაში. როგორ ივაჭრებს თუ მართებული სიტყვა დასავლეთი, ჭყალებს ჩავსვათ მაინც ეს სიტყვა, როგორ ივაჭრებს დასავლეთი იმ პირებთან, რომლებიც ამ ნაბიჯს გადადგამენ. ვერსია იმის თაობაზე, რომ დასავლეთი პუტინის მოწინააღმდეგეებს, ჯერჯერობით გაჩუმებულებს, ჯერჯერობით მდუმარეებს, ჯერჯერობით არააქტიურებს, შესთავაზებს კარტ ბლანშს, ანუ ყველაფერს აპატიებს, რაც მათ აქამდე ჩაუდენიათ, სწორი მოსაზრებაა, მაგრამ დასავლეთმა დამატებით სხვა რა ბენეფიტებიც უნდა მიიღოს. სხვა შედეგებიც უნდა დადგეს. მაგალითად, ახალმა ხელმძღვანელობამ ვინც არ უნდა იყოს ის, სამხედრო პოლიტიკური ელიტიდან მაგალითად, ან ოლიგარქიული ჯგუფებიდან მაგალითად. პირველი, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება თავად რუსეთის ფედერაციისა როგორც ბირთვული სახელმწიფოსი. მაგრამ მეორე და ასევე მნიშვნელოვანი, მან ახალმა ხელმძღვანელობამ პერსონებმა, რომლებიც ახალ ხელმძღვანელობაში იქნებიან პუტინის გადამყირავებლები, უნდა დათმოს ამ ჯგუფმა, უნდა დათმონ ამ ადამიანებმა თლიანად უკრაინა ყირიმის ჩათვლით, ანუ რუსეთის შეერაღებულ ძალებს უნდა უბრძანონ გასვლა, დაბრუნება. ეს სხვადასხვა ძალიან სარისკო ამბავია, იმიტომ რომ შეერაღებული ძალების ნაწილი შეიძლება მიუტრიალდეს ნებისმიერ ხელისუფლებას, მათ შორის პუტინსაც ან პუტინის შემცვლელებსაც და უთხრას ამგვარი რამ, რომ რატომ გვაომეთ ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ დაგხოცეთ 1 მილიონი და მეტი მსხვერპლი ყავს რუსეთს, რატომ შესწირეთ ახალგაზრდები. მაგრამ ეს მოსაზრება მაინც რელევანტურია, რომ ახალი პოლიტიკური ელიტას, დასავლეთი ახალ პოლიტიკური ელიტას დასავლეთი მოსთხოვს, რომ უნდა გავიდეს მთელი უკრაინიდან და არა მხოლოდ მთელი უკრაინიდან, არამედ უნდა დაასრულოს ეს იმპერიული პოლიტიკა და ზრახვები რუსეთის ფედერაციის. გარისკავს თუ არა ვინმე ამას ოლიგარქებიდან, სამხედრო პოლიტიკური ელიტიდან, გადაწყვეტილებების მიღებებიდან, ავტორიტეტული პირებიდან, ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ანუ ძნელი სათქმელია, ქრისტოც ვერ გამოთქვავს, მაინც და მაინც ეს დამაჯერებლად ვერ ამბობს ამას. თუმცა ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით და მისი ანალიზით ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2026 წელს მოხდება ეს მაინც და მაინც. მაგრამ რუსეთი კიდევ უფრო მეტად უნდა დანარჩდეს და გაიგოს რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ, რომ სულ რაღაც 26 წლის განმავლობაში ვუტრირებ ცხადია 3 კილომეტრით წაიწია წინ და არა 30 თუ 300-ით. რუსეთს უნდა სჭირდება თუნდაც დონბასის ან მთლიანად უკრაინის მიმართულებით
ყოველდღიურად 50 კილომეტრი მაინც წინსვლა, რასაც ვერ აღწევს 5 უბრუნებ 5, 7, 10 მეტრით თუ მიიწევს წინ და ისიც უკვდება და უკვდება საკუთარი სალდატ ჯარისკაც ოკუპანტები. სხვათა შორის აქვე ისიც ვთქვათ, რომ უკლებლივ ყველა დიქტატორისათვის ხდება ინფორმაციის დამალვა. მაგალითად, ლუკაშენკას რა მდგომარეობაა ბელარუსში მოცემულ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩანს, რომ ყველაფერი კარგად არის, ლუკაშენკას ესე გონია ყოველ შემთხვევაში და ჩვენ შესაძლოა ესე გგონია, რომ ბელარუსში არ არის საპროტესტო მოძრაობა და მუხტი არა, მაგრამ საპროტესტო საზოგადოება, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ესე არ არის. მაგრამ ლუკაშენკას ამას უმალავენ, მას ეუბნებიან, რომ 2020 წელს რაც მოხდა, დასრულდა იქვე და 21 წელს თუ 26 წელს იგივე 21 წელს არ გამეორდა და 26 წელს არ გამეორდება. ანუ გონია ლუკაშენკოს რომ ყველა მორჩილია. ყველა დააჩმორა. დიქტატორებისათვის ინფორმაციის დამალვა ან შელამაზებული ფორმით მიწოდება ეს მახასიათებელია ყველა დიქტატურისათვის. ვერ უბედავენ პუტინს მოცემულ ეტაპზე, მაგრამ შესანიშნავად ხვდებიან, რომ თვითონაც გიმოდიშებს მისთვის დაერხათ. ვერ უბედავდნენ მადუროს. რომ ეთქვათ სიმართლე რაც ხდება ვენესუელაში. რომ მის წინააღმდეგ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია ვერ უბედავენ ირანის სულიერ ლიდერს. ვერ უბედავდნენ. ვიდრე არ მოხდა ის რაც მოხდა, რაც მიმდინარეობს ახლა და რის გამოც იზოლებული არასწორი სიტყვაა, მაგრამ რომ გადარჩენილიყო, მან გახსნა ცეცხლი. იზოლებული იყო ბჭყალებში, ცხადია, რომ გაეხსნა ცეცხლი და მოეკლა 35, 38, 40,000 ადამიანი 2-3 დღის განმავლობაში. მაგრამ ეს მათ შორის იმის ბრალიც არის, რომ დიქტატორს სიმართლეს არ ეუბნებიან და ვერ ეუბნებიან, იმიტომ რომ ეშინიათ ამ დიქტატორის, ამ ავტორიტარისა თუ დიქტატორის რეაქციისა. აქ ვინ არის ჩვენთან რამის გამბედი? ბიძინა ივანიშვილისათვის ბატონო ბიძინა იცით რა არის? აი საზოგადოება ჩავატარეთ და ასეთი მდგომარეობა არის. ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება აღიღოს მახვილი და ჩაარტყას უტრირებ. აქაც, მაგრამ ჩაარტყას თავში ამის თეორიულად თქმელს. ამიტომ ყველა ვინც თეორიულად შეიძლება ყოფილიყო მისთვის სიმართლის თქმელი ბიძინას გაეცალა, ან ბიძინამ თავად მოიცილა. ახლა ყავს მონები, რომლებიც ეუბნებიან, რომ ბატონო ბიძინა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფერს გავითანთ, ემიგრაციას ხმისუფლებას შეუზღუდავთ, წავართმევთ, სუპერმარკეტებში შევვარდებით და ამის დავიჭერთ ვიღაცებს, ვინც პურის ფასს პირობითად რაღაც ზრდის, პოლიტიკურ პარტიებს აღგზავნავთ, პოლიტიკოსებს დავიჭერთ, მედიას მოვახრჩობთ, არასამთავრობო ორგანიზაციებს გავანადგურებთ და ასე შემდეგ და ბიზნეს კმაყოფილია. მან არის ის რომ მზარდია უკმაყოფილება მათ შორის, გავბედავ და ვიტყვი ქართული ოცნების მომხრეთა რიგებშიც, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მისცეს ხმა ქართულ ოცნებას, იმ ადამიანებს აქვს სურვილი რომ იცხოვრონ მშვიდად და სიმშვიდე არ დგება. არ არის. დაუბრუნდეთ პუტინს. პუტინი ინფორმაციულ ვაკუუმშია. და ხრისტო გროზევის თქმით არ არის გამორიცხული რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის გააგორონ. ტყვია დაახალონ შუბლში. კვლავ მინდა დავსვა კითხვა, ამგვარი შეიცვლება თუ არა რუსეთი. აპრიორი იმის თქვა რომ რუსეთი შეიცვლება, ალბათ მაინც გაგვიჭირდება. შეიძლება მოვიდეს პუტინზე უარესი როგორი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც პუტინის მსგავსად იმპერიალისტი. თუმცა თუ დასავლეთის სპეცსამსახურები მუშაობენ და ალბათ ან ნაღდად მუშაობენ, ისინი ეცდებიან უკვე შემდგომი პერიოდი იყოს ამგვარი, რომ რუსეთი განთავისუფლდეს ამ იმპერიალიზმისაგან, მაგრამ აქვე ვიტყვი და გუშინაც თქვი ეს. რუსეთი თუ იმპერიალიზმისაგან, ამ იდეისაგან თავისუფლდება, რუსეთი იშლება. ესეც შესანიშნავად ესმის ბევრს, ანუ დეზინტეგრაციული პროცესები არა იმპერია რუსეთში, როგორც ქვეყანაში, როგორც წარმონაქმნში, როგორც ტერიტორიაზე, დეზინტეგრაციული პროცესები აუცილებლად იწყება და გრძელდება. პირველი, სულ აღარ მინდოდა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ბარემ ვიტყვი და ამოვწუროთ. პირველი, ვინც დასუსტებულ არაიმპერიულ რუსეთს გაეცლება, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიის ცალკეული რესპუბლიკები, ცალკეული წარმონაქმნები. მაგალითად, ჩეჩნეთი, ინგუშეთი,
დაღესტანი და სხვა ტერიტორიები. მაგალითად ჩერქეზები იტყვიან რომ არავითარ შემთხვევაში არ დავრჩებით თუნდაც მოდერნიზებულ არაიმპერიულ რუსეთთან, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ჩვენს წინააღმდეგ, სხვების წინააღმდეგაც, მაგრამ ჩერქეზების წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ, ამოხოცა რა ესე ერი ჩეჩნებიც იგივე სიტყვიან, მაგრამ მარტო კავკასიის რეგიონზეც არ უნდა ვილაპარაკოთ. ტატარსტანი, რომელიც ვეება, იტყვის რომ მეიცით, მე არ მინდა ასეთ სუსტ რუსეთთან, არაიმპერიულ რუსეთთან ცხოვრება, ახლა გამთავისუფლდით რა. ჩვენ უნდა დავიტოვოთ შემოსავლები ჩვენ უნდა მართოთ ჩვენი ავტონომიური ოლქი და შესაძლოა და სუვერენიტეტის მეტი ხარისხიც მივიღოთ და არ ვიყოთ მხოლოდ ამ უფლებების ფედერაციის სუბიექტები. და არა მხოლოდ ტატარსტანი. ეს არის გლობალური ომი. დასუსტებული რუსეთი აწყობს თუ არა ჩინეთს, ჩემი მოსაზრებით აწყობს. იმიტომ რომ მეტი ინტერვენცია მოხდება ჩინეთისა რუსეთის აღმოსავლეთში. მაგრამ კვლავ ვიმეორებ, რუსეთის განეიტრალება, პოსტპუტინისტური რუსეთის შექმნა აუცილებელია იმ გვარის, რომლის ხელმძღვანელობასაც ექნება ძალა და რესურსი, რომ გააკონტროლოს რუსეთი და ბირთვული იარაღი, როგორც ასეთი და ბევრი აქვს ამგვარი იარაღი რუსეთს, ცალკე საკითხი რამდენად ქმედითია ბევრი, ამ ბევრიდან ბევრი, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდეს უკონტროლო მდგომარეობაში და იყოს გაკონტროლებული ახალი წყალებში დემოკრატების მიერ. ეგრა მაგის პასუხია, მე არ მაქვს ბოლოდინი, ისევე როგორც ბევრს ალბათ ხრისტო აფთებაზე არ ლაპარაკობს, რომ რუსეთში გაიმარჯვებს ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ოპოზიცია. არანაირი დემოკრატიული ოპოზიცია, რომელიც ახლა მეტწილად ამოყრილია რუსეთს მიღმა ევროპაში, არ არსებობს. პასუხისმგებლიანი, ერთმანეთს გადაჰკიდებიან ჯგუფები და იმას ახსენებენ, ვინ რამდენი ხანი იჯდა საპატიმროში, ხადარკოვსკის ჯგუფი უხეშად ლაპარაკობ, სხვა პირთა ჯგუფს ახსენებს, სხვა პირთა ჯგუფი ახსენებს ხადარკოვსკის, რომელმაც მართლა 10 თუ 12 წელი მოიხადა საპატიმროში. ამიტომ ჩვენ პრინციპში ვემზადებით მთელი მსოფლიო. უნდა მოვემზადოთ, ასე ვიტყვი, პოსტპუტინისტური ეპოქისათვის. ვინმე თუ იტყვის, რომ ეს ავტომატურად გაანთავისუფლებს საქართველოს, ის ვინმე მართალი იქნება. ოშხოში ბიძინა ივანიშვილს ერთი საყრდენი გამოეცლება და ბიძინა ივანიშვილი ან თავად წავა, ან პოლიტიკაში შეცვლის და პოლიტიკა თუ შეცვლის, ბუნებრივია ის დამარცხდება მეორე კვირის დასაწყისში პოლიტიკის შეცვლიდან. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ბედიც გაურკვეველი იქნება კი არა, გარკვეული იქნება პუტინის დამარცხების და მით უფრო პუტინისათვის შუბლში ტყვის დახლის შემთხვევაში. როგორ უნდა აღავლინო ლოცვა იმაზე, რომ პუტინი მოკვდეს, მოკლან, მაგრამ არ მგონია, რომ დიდი ცოდვა იყოს თანამედროვე სამყაროში სატანა პუტინის განადგურებაზე ლოცვა. ტექსტი მოიფიქრეთ ინდივიდუალურად. ნახვამდის.